დღეს ბუხართან ვისაუბროთ გარეთ თოვს, მთელი დღე ძალიან საყვარელი ამედია და თან ისეთ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ, რაც დღევანდელ მომენტში რეალობას არ შეესაბამება, ჰიპოთეტურად მინდა ვიმსჯელოთ თქვენთან ერთად. როგორ უნდა მოქცეულიყო საქართველო ახლა ირანთან მიმართებაში. და რაც გავაკეთებდი კონკრეტულად მე, გადაწყვეტილების მიმღები რომ ვიყო. ჯერ ერთი ირანის საელჩოს გავაუქმებდი ყველაზე გვიან 22 წელს. აი იმ გოგოების პროტესტი რო იყო თმებს რო იჭრიდნენ. ის პროტესტი იქნებოდა ბოლო წერტილი, ასე ვთქვათ. ამ პროტესტებიდან ირანის საელჩო საქართველოში არ იარსებებდა, მე რო ვიღებდი გადაწყვეტილებებს. ახლა თვითონ ამ დამხობის პროცესში არსებობს ასეთი ვერსიები, რომ ამერიკამ ოდნავ გადადო რამოდენიმე დღით თუ კვირით ირანული რეჟიმის დამხობა, იმიტომ რომ თურქეთი, საუდის არაბეთი, ყატარი ძალიან ეწინააღმდეგებიან თვითონ იდეასაც ეწინააღმდეგებიან და ფიზიკურადაც არაძლევენ თავიანთ აეროდრომებს და პორტებს იმისთვის, რომ ამერიკამ განახორციელოს ეს ყველაფერი, დარჩა მარტო ისრაელთან პარტნიორობაში ამ შემთხვევაში, ამ საკითხში და როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ ოპერაცია იყოს სრულმასშტაბიანი. ამ შემთხვევაში ოპერაცია ბევრად უფრო ფართო უნდა იყოს და მთელი ქვეყნის ტერიტორიას უნდა მოიცავდეს, ვიდრე ეს იყო ზაფხულში, როდესაც გაანადგურეს ბირთვული იარაღის საწარმოები. ის იყო ნამდვილად წერტილური დარტყმები და წერტილური აფეთქებები და რეჟიმის დამხობის ოპერაცია ბევრად უფრო ფართო უნდა იყოს ტერიტორიულად. ამიტომ ეტყობა ისრაელის ბაზები არ არის ამისთვის საკმარისი და მიმდინარეობს ან მოლაპარაკებები აი ამ ქვეყნებთან, თურქეთთან და არაბებთან იმისთვის, რომ ბოლო-ბოლო მისცენ ამერიკას რაც სჭირდება, ან მომზადება იმისთვის, რომ ისრაელი იყოს საკმარისი. რაც გააკეთებდა საქართველო ამ შემთხვევაში? საქართველო ძალიან ახლოს არის ირანთან და საქართველოს სანაპიროებიდან ირანზე დარტყმა შესაძლებელია ძალიან ეფექტურად. თურქეთი თუ არ აძლევს თავის პორტებს და თავის სანაპიროს, აუცილებლად მივცემდი მე. ჩვენ სავარაუდოდ შეიძლება უკვე გქონოდა იმ მომენტში, ანუ ახლა ჰიპოთეტური, იმიტომ არის ეს საუბარი, რომ უნდა ვილაპარაკოთ ისეთ მოცემულობაზე, სადაც ქოცები არ არსებობენ. და იმ მთელი ეს წლები ქოცები რო არ არსებობენ, ჩვენ უკვე დიდი ალბათობით ვიქნებოდით სამხედროდ იმდენად ძლიერები, რომ შესაძლოა ჩვენივე დაცვით შეგვეძლო ანუ გვქონოდა იმის უნარი, რომ ჩვენი ცა დაგვეცვა. თუ არა და უკვე გვაქვს 2008 წლის გამოცდილება, როდესაც ანუ ჩვენ 5 დღეში როგორ მოვიცილეთ და როგორ შევძელით რუსეთის გაგდება აქედან, იმით რომ ერთი სამხედრო გემი ამერიკული სამხედრო ხომალდი რომ მოადგა ჩვენ სანაპიროს, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მთლიანად ჩაეკეტა მოსკოვი, ვორონეჟი თუ ვოლგოგრადი, თბილისი სამკუთხედი და ამის მერე აქ საერთოდ ვერაფერი ვერ დაფრინავდა რუსული, შესაბამისად, როდესაც რუსეთი ცას არ აკონტროლებს, მიწაზე უძლურია. აი ხა მიწაზე უკრაინაშიც მხოლოდ იმიტომ აკეთებს რაღაცეებს, ძლივს და იმ ერთ სოფელს რო იღებს 3 წელი, იმასაც მხოლოდ იმიტომ შეუძლია რომ აკეთოს, რომ აკონტროლებს ცას. ცა არ აქვს უკრაინას ჩაკეტილი, თორე ძალიან სწრაფად დასრულდებოდა ცა რო ჩაკეტილი იყოს. ამიტომ ძალიან ადვილად იგივე ამერიკული ხომალდები, რომლებიც გამოიყენებდნენ ჩვენ სანაპიროს ირანის დასაბომბად, ჩაგვიკეტავდნენ ცას და
და ჩვენს ტერიტორიას გამოიყენებდნენ იმისთვის, რაც საჭიროა რეჟიმის დასამხობად. აეროდრომები გვექნებოდა თუ არა ვაზიანი არ იქნებოდა რა თქმა უნდა ისეთ მდგომარეობაში, როგორც დღეს არის და ესეთი უმოქმედო და უფუნქციო, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა. დავეხმარებოდით თუ არა რამენაირი თუ მაგალითად ამერიკა არ თulis საჭიროდ, რომ ხმელეთზე უნდა ჩაერიოს და ჯარი უნდა გააგზავნოს. ამიტომ როგორც ჯარით დახმარება სავარაუდოდ არ დაგვჭირდებოდა, მაგრამ მაქსიმალურად და ყველა მხრიდან ტერიტორიული თვალსაზრისით ამერიკას აბსოლუტურად დაუდგებოდა საქართველოს გვერდში. და მე რო წყვიტავდე ამ საკითხს, აბსოლუტური გარანტი ვიქნებოდი ამერიკისთვის იმისა, რომ ოკეი, ეს შეგიძლია აქედან გააკეთო. ამის მაგერად კოცები რას აკეთებენ? კოცები გარდა იმისა, რომ საერთოდ უარყოფენ ამერიკასთან რამენაირ საერთო ოპერაციებს და საერთო კამპანიებს ირანთან ვაჭრობენ დღემდე. და იმდენი მოკლული ადამიანის მერეც კოცებს ეს არანაირად კოცები იქნებოდნენ ეს რომ მათაც უხებდეთ რამდენი უკრაინელი მოკლა რუსეთმა და რუსეთთან ისე გააჩაღეს ვაჭრობა რომ რეკორდებს აღწევს. ახლა ვერ ვლაპარაკობ კიდე სხვადასხვა დეტალებზე, რაც სამხედრო კუთხით მე რო ან განათლება მქონდეს, ან მუშაობის გამოცდილება მეწოდინებოდა და უფრო მეტ დეტალებზე შევძლებდი მის მსჯელობას, მაგრამ ამ შემთხვევაში სამხედრო სპეციალისტების გუნდის შეკრება, როდესაც შენ პოლიტიკური ნება გაქვს, არ არის რთული. სავსებად შესაძლებელია და ადვილია და სწრაფადაც შეიძლება. ყველაზე დიდი სიამოვნებით ამ თემაზე, რა თქმა უნდა, ვილაპარაკებდი ბაჩო ახალაიასთან, ახლა თავისუფალი რო იყოს და რო შეეძლოს ჩემთან საუბარი, მაგაზე უკეთეს ადამიანს ამ საუბრისთვის ვერ იპოვი საერთოდ დედამიწის ზურგზე. მაგრამ ბაჩო, რა თქმა უნდა, რუსებს ტყვეობაში ყავთ და იმის გამო რომ ახლა სამხედრო დეტალები არ ვიცი და საქართველოს რა შეუძლია რა არ შეუძლია ამ ეტაპზე ან რა შეეძლებოდა და რა არ შეეძლებოდა ჩვენ რო კოცების ხელში არ ჩავარდნილიყავით ამის დეტალები რო არ ვიცი რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ცოტა დილეტანტურია ჩემი საუბარი მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ რომ თავალია პოლიტიკური ნება და პოლიტიკური ნება მექნებოდა აი ასეთი აბსოლუტური და სრული მხარდაჭერა ირანელ ხალხს, აბსოლუტური და სრული მხარდაჭერა ამერიკას, მისი მთელ ამ სამხედრო ოპერაციებში, რაც ჩასატარებელი აქვს, იქნებოდა საქართველოს მხრიდან გამოცხადებული. ასე დავეხმარებოდით ამერიკას ჩვენი მტერის განადგურებაში და რუსეთის დასუსტებაში. გარდა იმისა, რომ ასე ძალიან დასუსტდება რუსეთი, აიათოლების რეჟიმის მოშლა რუსეთს ბევრად უფრო ასუსტებს, ვიდრე სირიის მოშლა იყო და ვიდრე ვენესუელის მოშლა. ბევრად უფრო ძლიერი დარტყმა ეს პუტინზე. ამიტომ ამ ძლიერ დარტყმაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ამერიკას გვერდში უნდა ედგეს ყველანაირად, როგორც კი შეეძლებოდა. ჩვენ გავიმარჯვებთ. საქართველოს იქნება დაოკუპირებული. დიდება ამერიკას დიდება თავისუფლების მოყვარე ირანელ ხალხს და გამარჯვება მათ ჩვენც მათ მერე